მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრანგი ისტორიკოსი მარკ ბლოკი წერს თავის წიგნში უпростоრად მოჰყავს ერთი არაბული ანდაზა. ამ წიგნს ქვია ისტორიის აპოლოგია და ამ კურსით არის გათვალისწინებული მისი წაკითხვა ცოტა მოგვიანებით. არაბული ანდაზა არის შემდეგი: ადამიანები უფრო მეტად გვანან საკუთარ დროს, ვიდრე თავიანთ წინაპრებს. აი, იტალიელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე ნიკოლო მაკიაველი, პირველი რაც ჩვენ შეგვიძლია მის შესახებ ვთქვათ, დაიბადა 1469 წლის 3 მაისს. რას გვეუბნება ეს თარიღი, რას გავს ნიკოლო მაკიაველი? პირველი, რასაც გვეუბნება, რომ ეს არის ის დრო, რომელსაც უწოდებენ რენესანსის ეპოქას ან აღორძინების ხანას, ჩვეულებრივ ყოფით მეტყველებაში. თუმცა უფრო ზუსტი იქნება, რომ ამას დავარქვათ არა ეპოქა ან ხანა, არამედ მაგალითად მოვლენა ისტორიული, ან კიდევ უფრო ზუსტი იქნება პროცესი. აი, ვნახოთ ახლა რანაირი პროცესი არის ეს რენესანსი. როგორც ყველა ისტორიული პროცესი, ისიც საკმაოდ რთულია. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მისი რამდენიმე ნიშანი დავახასიათოთ, მოვიყვანოთ იმდენად, რამდენადაც დაგვჭირდება ის, რომ მივუახლოვდეთ ნიკოლო მაკიაველის. ერთ-ერთი ასეთი ნიშანი არის შემდეგი, რომ რენესანსი ნიშნავს მოვლენათა ცენტრში ადამიანის დაყენებას, მისი პიროვნების დაყენებას. ახლა ვნახოთ, რას ნიშნავს ეს. აი, მანამდე, ცოტათი უფრო ადრე, შუა საუკუნეებში, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნიერება, ყველაფერი ის, რაც არსებობს, იყო აღქმული როგორც ღვთისკვნილება, შემდეგაც ზოგიერთ ახლაც მიაჩნია ასე. მაგრამ მთავარი იყო ის, რომ მე, როგორც ადამიანი, ვარ ვალდებული იმისათვის, რომ ვიცხოვნო სული, ვიყო კარგი ქრისტიანი და ასე შემდეგ, წავიკითხო ქვეყნიერება როგორც წიგნი. ის, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, ის, რაც ხდება ჩემს ირგვლივ, მე უნდა აღვიქვა როგორც ერთგვარი ნიშანი ან სიტყვა, კარნახი, რასაც მე ღმერთი მანიშნებს. მაგალითად, კონკრეტულად როგორ გამოიხატებოდა ეს. აი, იტალიელი პოეტი მე-13 და მე-14 საუკუნის დასაწყისის იტალიელი პოეტი დანტე ალიგიერი ასე აღწერს თავის პირველ შეხვედრას სატრფოსთან, ბეატრიჩესთან. ის ამბობს, რომ აი 9-ჯერ შემოუარა მზემ და ცარგვალმა დედამიწას ჩემი დაბადებიდან იმ დღემდე, როდესაც მე მას შევხვდი. ანუ ეს ჩვეულებრივი ცხოვრებისეული მოვლენა მას აქვს გადმოცემული და აღწერილი ასეთ კოსმიურ მასშტაბში. ეს არის შუა საუკუნეები. რენესანსისთვის ეს არ არის უკვე აუცილებელი. თავარია, რომ მე ვარ, მე მიყვარს, მე მინდა, მე მიხარია და ეს უკვე თავისთავად საკმარისია. ამიტომ ცოტა უფრო გვიანდელი მე-14 საუკუნის იტალიელი პოეტი პეტრარკა უკვე თავის სატრფოსთან შეხვედრას სულ სხვანაირად აღწერს. ანუ აღწერს იმ პეიზაჟს, რომელიც იქ იყო, მზის შუქს, რომელიც ეცემოდა. ეს ყველაფერი უკვე თავისთავად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ვარსკვლავებით საადამ მთლიანად ქვეყნიერება. როგორც ხედავთ, ადამიანის პიროვნებამ, მისმა უბრალო ზრახვებმა, ოცნებებმა, სურვილებმა მოიპოვეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ავტონომიურობა. ამიტომ ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ამ ადამიანებს, ამ ახალ ადამიანებს უწოდებდნენ ჰუმანისტებს. ჰომო ეს არის ადამიანი, ჰუმანუს ადამიანური, შესაბამისად ის, ვინ ცენტრში აყენებს ადამიანს, ის არის ჰუმანისტი. იდეოლოგიური თვალსაზრისით.
აი სწორედ ასეთ ოჯახს ეკუთვნოდა მაკიაველი, მისმა მშობლებმა ერთ-ერთ თავის ქალიშვილს, ანუ მაკიაველის დას დაარქვეს სახელად პრიმავერა, გაზაფხული. არა რომელიმე წმინდანის სახელი, არამედ აი გაზაფხული, უნდათ რომ გაზაფხულს დამსგავსებოდა ეს. ეს უკვე ძალიან განსხვავდება იმისაგან, რაც იყო მანამდე. აი სწორედ ასეთ დროს მოუწია ცხოვრება მაკიაველის. 1476 წელს მან დაიწყო თავისი განათლება, ანუ ლათინური სწავლა და განათლება ეს იყო ჰუმანისტური, არა ჰუმანიტარული, როგორც ახლა ამბობენ, არამედ სწორედ ჰუმანისტური. რა იყო ამ ჰუმანისტური განათლების ერთ-ერთი თვისება? ის რომ ის იყო დაკავშირებული პოლიტიკასთან. აუცილებლად. რას ნიშნავს ეს? ადრე შუა საუკუნეებიდან მომდინარეობს უნივერსიტეტების ტრადიცია ისტორიაში. უნივერსიტეტი ეს არის პროფესორთა და სტუდენტთა თავისუფალი კორპორაცია, ერთობლიობა. მას არავინ არაფერს არ უკარნახებს, საკუთარი კანონებით ცხოვრობს, ეს არის ავტონომიური. მაგრამ მოვიდა კრიზისში, საერთოდ ყველაფერი კრიზისში მოდის, ადრე თუ გვიან. ყველაფერი ძველდება, ყველაფერს სჭირდება განახლება. უნივერსიტეტის კრიზისი შეიცვალა სულ სხვა რამით. განათლებული ადამიანები უკვე იყვნენ არა უნივერსიტეტებში, არამედ რომელიმე თავადის, ჰერცოგის, მეფის კარზე. ანუ მათ ყავდათ პირადი მფარველი, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფდა მათ ცხოვრებას და მეორე მხრივ სარგებლობდა მათი ნიჭის პროდუქციით. ფლორენცია, რომლის მახლობლად დაიბადა მაკიაველი, იმ დროს იყო რესპუბლიკა, ეს ნიშნავს, რომ ფორმალურად მას ერთი რომელიმე თავადი არ ჰყოლია, თქვათ, ჰერცოგი. მას ყავდა არჩევითი მთავრობა, თუმცა იქაც იყვნენ ერთპიროვნული მმართველები, დიქტატორები, ძირითადად იმ პერიოდში მედიჩის გვარისა,